დედაენის ბაღში აქციის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. აქ უპირველეს ყოვლისა მოხვდნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, რომელთა სამომავლო განათლებას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ქართული ოცნების მიერ დაანონსებული განათლების დეფორმად წოდებული რეფორმის პირობებში. ამიტომ პროტესტის მთავარი საგანი არის სწორედ ის, რომ მიადგა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ოცნება და სადა ნებისმიერი მათგანის შებოჭვა. თბილისის სახელმწიფო და სამედიცინო უნივერსიტეტი, უბრალოდ ტექნიკური ამ ეტაპზე არის გადარჩენილი, თუმცა კითხვის ნიშნები კვლავ არსებობს მათ შორის მათთან მიმართებითაც, თუმცა ყველაზე მძიმედ ამ მომენტში არიან ილიას სახელმწიფო და სოხუმის უნივერსიტეტები. შეგახსენებთ, რომ ილიაში მომდევნო წლიდან მხოლოდ 300 სტუდენტი შეძლებს ჩარიცხვას და პედაგოგიური მიმართულება დაუტოვეს წამყვან მიმართულებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. მისი უმნიშვნელოვანესი პროგრამები კი უბრალოდ მოხსნეს და გაანადგურეს, ხოლო სოხუმის უნივერსიტეტს შეუერთეს აგრარული მიმართულებები, რომელიც მას საერთოდ არ ჰქონდა და ის პროგრამები, რომელთა განვითარებაზეც ძალიან ბევრი შრომა დაიხარჯა პროფესორების მხრიდან, უბრალოდ ამ უნივერსიტეტში აღარ იარსებებს. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ იმ სტუდენტების პოზიცია, რომლებიც აქ არიან მოსულები. ანა პეტროსიანი არის პირველი, სხვათა შორის ანა არის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი და სოლიდარობისათვის მოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, რომ გამოუცხადოს და აღნიშნოს კიდევ ერთხელ, რომ ქართული განათლება არის საფრთხეში. ანა, უფრო მეტი შენ გვითხარი, რა არის შენი პერსონალური მთავარი სათქმელი ამ პროცესში? ფაქტობრივად ეს არ არის რეფორმა, არის დეფორმა. დეფორმა იმიტომ, რომ სტუდენტებს ართმევენ განათლების საშუალებას, სტუდენტებს ართმევენ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, იმიტომ რომ ისინი ირჩევენ კონკრეტულ უნივერსიტეტს, კონკრეტული უნივერსიტეტის კულტურისა და ისტორიიდან გამომდინარე და დღეს თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ სიტუაციაში არის, ჯავახიშვილსაც იგივე მოუწევს. იმიტომ რომ ჩვენთან თუ არის მინიმუმ ადგილების შემცირებული და შეავიწროვეს ფაკულტეტების მიღების რაოდენობები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაქტობრივად დახურეს და ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი მსგავსი საჩრეების წინაშე დგას, იმიტომ რომ თუ ადამიანს იმიტომ უნდოდა დაუშვათ ქუთაისში ჩაბარება, რომ მის საცხოვრებელთან ახლოს იყო და ახლა სამართალზე ქუთაისის უნივერსიტეტში ვეღარ ჩააბარებს და მოუწევს თბილისში წამოსვლა, ეს არის დამატებით ხარჯებთან ასოცირებული თვითონ ოჯახებისთვის. აბიტურიენტები და პირველკურსელები არიან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, ესე როგორც ფინანსური, ისე მათი საგანმანათლებლო განხრით და შესაბამისად ეს არანაირად არ არის ესეთი რეფორმა ან რაიმე კარგის მომცემი, როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს და ფაქტობრივად უარგუმენტოდ იძახის, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ განათლების დონე აწიონ და თუ განათლების დონე არის ასაწევი, არა შეერთებით, არამედ ცალ-ცალკე კვლევითი ინსტიტუტების განვითარებით იყო ეს ყველაფერი შესაძლებელი, რომლისთვისაც მკვლევარები და ლექტორები წლების განმავლობაში იბრძოდნენ და ფაქტობრივად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ორი უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბოლო წლების განმავლობაში და რომელსაც ებრძვის ქართული ოცნება, არის ისეთი, რომ რაც უნდა გადავარჩინოთ და განათლება საფრთხეში რომ არის მხოლოდ სტუდენტებს და მათ ოჯახებს შეუძლიათ, რომ ახლა ხმა მოიღონ და გადარჩენისკენ გზისკენ გვერდით ედგნენ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. უსმენთ ანა პეტროსიანს, მას სხვათა შორის ახსენა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თქვენ მინდა გითხოთ, ლუკა წურწუმია არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელი. ლუკა, როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს ამ დეფორმის პირობებში, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ასე იძახით უკვე საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მას და რას ფიქრობ, რატომ მიადგა ასეთი მძიმე ფორმებით ქართული ოცნება თქვენს უნივერსიტეტს? პირველ რიგში მინდა მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული მიმოხილვა გავაკეთო. საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახურვა და დღეს ქართულმა ოცნებამ ფაქტიურად დახურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის ფაკულტეტები, რომლებიც გაგვიუქმეს და რომლებიც დაგვიტოვეს, ჩვენ საერთოდ არ გვაქვს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დევნილი უნივერსიტეტი და დროებით იმყოფება თბილისში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის გზა და ხიდი აფხაზეთთან ურთიერთობისთვის. არ შეიძლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავხუროთ. შესაბამისად, სტუდენტები და კურსდამთავრებლები და პროფესორები აქტიურად ვეწინააღმდეგებით ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას და გუშინ დებატებს თუ უყურეთ, არც ერთი განათლების ექსპერტი არ ემხრობა ამ რეფორმას და რა თქმა უნდა, ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ვეწინააღმდეგებით ამ რეფორმას, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება ილიაუნის სტუდენტები და ასევე სოლიდარობას უცხადებთ ილიაუნს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგან ეს არის საერთო პრობლემა ორივე უნივერსიტეტისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ახლა შეგვიძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ან კურსდამთავრებულებს მოусმინოთ. თქვენი განცხადება ამ თემასთან მიმართებით ყველას ახსოვს. არაერთ გზის დააფიქსირეთ პოზიცია მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ილიას იმიტომ მიადგა ქართული ოცნება, რომ ის არის ყველაზე ევროპული, ყველაზე თავისუფალი უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. განავითარეთ ეს მსჯელობა მორიგ ჯერზე. ოპოზიციურად განწყობილი ასევე.
ქართულ ოცნებას რომ მოусმინოთ საქმე დგას ძალიან მარტივად. ისინი ამბობენ, რომ მათ უნდათ ხარისხის გაუმჯობესება და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება. ჩვენ სტუდენტები აქ ვინც ვიკრიბებით და საღადმოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ამას ვაპროტესტებთ, ამ დეფორმას, ვამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ მთელი ამ 14 წლის განმავლობაში იმდენი გააკეთა, ისეთი ნეპოტიზმი დანერგა საქართველოში, რომ ქართველ სტუდენტობას ახალგაზრდებს გული აუცხრუა სწავლაზე. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება იყოს აკადემიური მოსწრების დაბალი დონე უნივერსიტეტებში, რადგან ნეპოტიზმმა გული აუცხრუა ახალგაზრდებს სწავლაზე. და ის რაღაც ხელოვნური ჩარევები თითქოს ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ეს არის ბოლშევიკური მიდგომა, რომელიც უნივერსიტეტებს არ აძლევს საშუალებას უნივერსალური განათლება მიაღებინოს სტუდენტებს. ეს არის ერთადერთი ჩემი განცხადება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აქ უკვე გამოჩნდნენ პროფესორები, ცირა ბარამიძეს ხედავ, მოდი მასთან გადავალ კითხვით, რადგან ის არის ლინგვისტი. ხალბატონო ცირა, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. მე ასტროლინგვისტების საჭიროება და აუცილებლობა რომ დაინახა ქართულმა ოცნებამ, ამაზე მინდა გკითხოთ. შეიძლება ამაზე არ გქონდეთ სერიოზული პასუხი, მაგრამ ხედავთ თუ არა თქვენი მიმართულებით, თქვენ სპეციალობაში, თქვენ სფეროში ასტროლინგვისტების აუცილებლობას და როგორ წარმოგიდგენიათ აი ასეთი ტიპის კოლეგები, რა უნდა გააკეთონ? ან ბაზრის კვლევამ როგორ ფიქრობთ, რა აჩვენა? როგორც და სად უნდა დასაქმდნენ ეს ადამიანები ამ ფაკულტეტის დასრულების შემდეგ? 20 ასტროლინგვისტი არ გვეყოფა ხელისუფალო. დაახლოებით 1500 დაგვჭირდება. რომ გავზომოთ თქვენ რა სითვლით და როგორ ითვლით. მინდა ახლა სერიოზულად ეს დარგი არ არსებობს. საინათმეცნიერებაში არის საკმაოდ ბლომად დარგები და ქართული საინათმეცნიერო სკოლა იყო ყოველთვის წამყვანი ჯერ საბჭოთა სივრცეში და საბჭოთა ენათმეცნიერება იხსნა კრიზისისგან და იყო საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ მაშინ. ახლაც რა თქმა უნდა ის წამყვანი სკოლები არის ენათმეცნიერების თვალსაზრისით საქართველოში, მაგრამ თქვენს ხელში ეს სკოლები არის უკვე ფაქტობრივად ლიკვიდირებული. ანუ ენათმეცნიერება მოსპო ილიანში, მოსპო სოხუმის უნივერსიტეტში, ყველგან ქართველური, კავკასიური ენათმეცნიერება აღარ არსებობს, სამაგეროდ არსებობს ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია, არ დაგავიწყდეთ ძვირფასებო. არქეოლოგიასაც აქვს თავისი კონკრეტული დარგები, სამწუხაროდ ასტროარქეოლოგია ვერ ვიპოვე ვერც ერთ სასწავლებელში და საერთოდ დარგი არ არსებობს ასეთი. ეხლა მე მინდა ვთქვა მთავარი მაშინ თვლადზე აქ, ანუ ყველა რეფორმა დემოკრატიულ სახელმწიფოში ემსახურება ითვალისწინებს 4 ძირითად კრიტერიუმს. ეს კრიტერიუმებია მიზანი, საშუალება, მმართველობა და თავისუფლების ხარისხი. თუ ამ 4 კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ამ 4-დან ერთს მაინც არ აკმაყოფილებს, ის რეფორმა არ არის რეფორმა და უფრო მეტიც ის სახელმწიფო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. ახლა პირველი ნიშნავს თვლას, მიზანი, ანუ დაითვალეს მათ და როგორც ჩანს, სულად დაითვალეთ ძვირფასო ხელისუფალო, წუხვა რომ მე ეგრეთ წოდებულ დებატებში, რომელსაც დებატებს და დისკუსიას ერთმანეთში უყურებთ, არ მომეცა შესაძლებლობა, მაგრამ სხვა ფორმა არსებობს ამ შესაძლებლობის და მინდა გითხრათ, რომ თქვენ დაითვალეთ არა ინდიკატორები, რომლებიც რეალურად ჭირდება რეფორმას და რეფორმა ნამდვილად გვჭირდება გეთანხმებით. უფლებაც რო აქვს ხელისუფლებას რეფორმის ჩატარების, ამასაც ვადასტურებ, მაგრამ ეს არ არის რეფორმა, რადგან ეს ინდიკატორები სულად უყუღმა გაქვთ წარმოდგენილი. მიზანი, რომელიც გამოკვეთილია თვლადზე, იმის მიხედვით, თუ რამდენი კორპუსი უნდა გასხვისდეს და ჩაიგდოთ ხელში, როგორ ჩამოაშორეთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ერთი სპეცოპერაციით. პირდაპირ მინდა ვთქვა 15000 სტუდენტი და იქ რატომღაც აღფრთოვანებულები იყვნენ. კი ბატონო, არ გავაერთიანეთ 2 ლაინერი და 1 პედერი კატამარკარანი არ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ მივიღეთ შეკვეცილი საგანმანათლებლო სისტემა. ბევრი რამ აქვს სათქმელი, მაგრამ ვიცი რომ შეზღუდული ვარ. კი ბატონო.
ძალიან დიდი მადლობა. შეგვიძლია მოვისმინოთ კიდევ კომენტარები, მანამდე კი მინდა გაჩვენოთ, აქ უკვე დაიწყო სამზადისი სტუდენტებმა მოიტანეს დროშების სხვადასხვა ტიპის ის ინვენტარი, რომელიც საჭირო არის აქციისთვის. ამიტომ მზადება უკვე დაწყებულია. შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენ აქ მყოფი პროფესორებისა და სტუდენტების პოზიციების მოსმენა. მე ახლა ვხედავ ლაშა ბაქრაძეს, ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. პირდაპირ მინდა გკითხოთ, რატომ ცდილობს ქართული ოცნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხრჩობას ასეთი მძიმე და ბრუტალური მეთოდებით? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღიქვება მათ თვალში, როგორც ერთადერთი და ესეც არის მართლაც თავისუფალი ავტონომიური უნივერსიტეტი, რომელიც არის მათ წარმოდგენაში, ასე ვთქვათ, მათთან მიმტრული ლიბერალური ბუდე ბოროტმოქმედთა, რომელიც აუცილებლად უნდა განადგურდეს, თუ მათ უნდათ აი ტოტალური კონტროლის დაწესება როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე მთელს ქვეყანაში და ეხლა ამაზე მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადამიანი ჩლუნგი უნდა იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს იმას, რომ რაზეა საუბარი. აქ უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ გადავარჩინოთ რაღაცა ნაწილი, თქვათ, ილიას უნივერსიტეტის, არამედ პრობლემა არის იმაში, რომ აქ აღარაფერი აღარ გადარჩება, იმიტომ რომ ესენი არიან გადასულები გრევაზე მხოლოდ, არაფრის აღშენებლები ეს ადამიანები არ ყოფილან და არაფერი არ გაუკეთებიათ ამდენი წლის განმავლობაში. და ახლა მხოლოდ და მხოლოდ იქნება გრევა ამ ქვეყანაში თუ კიდე რაიმე დარჩა, რაიმე ინსტიტუცია და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იყო რასაკვირველია ილიას უნივერსიტეტი, რომელიც თავიდანვე ამბობდით პირველივე დღეებიდან, როდესაც გამოაცხადეს რეფორმა, ეგრეთ წოდებული, თავიდანვე ამბობდით, რომ ამ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის სწორედ რომ ილიას უნივერსიტეტის განადგურება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ანა კორძაია სამადაშვილს ხედავ, მოდი მასთანაც გადავიდეთ კითხვით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. ვისთვის თუ არა, თქვენი სფეროს წარმომადგენლებს აუცილებლად უნდა დაუსვათ კითხვა, რატომ ცდილობს ქართული ოცნება, რომ ამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს ქართული განათლების სისტემა? რა პასუხი გაქვთ ამაზე? არანაირი წარმოდგენა არა მაქვს, სრულიად გაუგებარია ჩემთვის ეს ამბავი და სამწუხაროდ ცუდი რესპონდენტი გამოვდივარ, უბრალოდ მართლა არ ვიცი, არ მესმის და ძალიან ვწუხარ. კი ბატონო, როგორ უნდა იბრძოლოს აკადემიური სფეროს სტუდენტები, პროფესორები, მწერლები, თქვენი სფერო ზოგადად აი ამის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თუ კი პერსონალურად არ დაიწყო ბრძოლა, უკვე ძალიან მძიმე ჩიხში შევდივართ, საიდანაც ალბათ გამოსვლა ძალიან რთული იქნება. რას გვეტყვით ამაზე? მე რატომღაც მგონია, რომ თუ კი მივაწვდით ხმას არა მარტო ჩვენს ხალხს, რომელმაც ეციცის, არამედ მათაც, ვინც გადაწყვეტილებას იღებენ და გავაგებინებთ, როგორი არაჩვეულებრივია ჩვენი უნივერსიტეტი, როგორი არაჩვეულებრივია ჩვენი სტუდენტების, ასე ვთქვათ, მასები, როგორი დიდებული მიღწევები გვაქვს მეცნიერების, ხელოვნების და ასე შემდეგ სფეროში. შესაძლოა უბრალოდ ვინმე ბოლომდე ვერ ხვდება, როგორ არაჩვეულებრივ რამეს ვკარგავთ და როგორ კარგ რამეს გამოვაცრეთ ქვეყანას ხელიდან. ჩვენ ხო სინამდვილეში მარტო მთავარი არა ვართ, ეს არის დიდი მეცნიერება, დიდი ხელოვნება და ის დიდი ერთობა, რომელსაც უნივერსიტეტი ქვია. გაუდე ამოს ყველაზე მაგარი ამბავი, მოდი გავეხაროთ, რომ ერთად ვართ და ყავს ასეთი პროფესურა, ასეთი წინამორბედები. ამის დაკარგვა მე ვფიქრობ არ შეიძლება და ვფიქრობ თავარია, რომ კარგად გავაგებინოთ ყველას, როგორი კარგები ვართ და არა ვართ გადასაყრელი ხალხი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გუსმენდით ანა კორძაია სამადაშვილს, როგორც უკვე გითხარით, პროფესორები, სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მწერლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან დედაენის ბაღში. შეგახსენებთ, რომ ამის შემდგომ უკვე 18 საათზე დაიწყება მსვლელობა, რომელიც გადაინაცვლებს უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსთან, რადგან დღეს არის საიუბილეო თარიღი, 20 წლის გახდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამწუხაროდ ამ ადამიანებს უწევთ არა გაუმჯობესებისათვის ბრძოლა საკუთარი სასწავლო დაწესებულების, არამედ მისი გადარჩენისათვის. რა თქმა უნდა, მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად მოემატებიან აქ, ეს არის ჯერჯერობით საწყისი ეტაპი ამ აქციის და აანონსებენ სტუდენტები, რომ დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც აქტიურად იბრძოლებენ იმისთვის, რათა ყველას მიაწოდინონ ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ქართული განათლება საფრთხეშია და გადასარჩენია. მადლობა ხატია, პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე გვერდებოდა.